მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. რუსთავი 2 და კომედი გრუპი წარმოგიდგენ ყველაზე სახალისო გადაცემას რუსთავი 2-ზე გააცინე და მოიგე. მაშასე ვინც წინა გადაცემებს უყურა ტურნირს, ვიხდით რომ ძალიან მაგარი ტურნირი ჩავატარეთ, 5000 ლარის გათამაშს და ახლა დაუბრუნდეთ 1000 ლარიან საპრიზო ფონდს და შევუდგეთ თამაშს. ჩვენი ჟიური ნიკოლო ზარაბიძე და ეკა აბშილავაკ ხომ შემოგძანდით ჩემი კინო პარტნიორი როგორ ახარ გოგო დანახვა არ მინდა შენი რა შვები ძმა კიდე რო ხელზე არ მაკოცე არა მე მხოლოდ მანდილოსებს კოცი როგორ ახარ ჩემო ოქრო არა შეუძლია დაისვენე ფილმის მერე შენ რა ვიცი ხო გვეთყობა რომ ცოტა ფილმი ნახეთ 5 ნახույთ შეყვარება კი ნახეთ როგორია აპლოდისმენტებით გაგვაგონე ეუნებოდი მაგარი ფილმი გამოგისწრეთ ძალიან მაგარი ხა მითხარით როგორ ახარ ნუ ვცდილობთ რომ კარგად ვიყო ცოტა სიცხე მაწუხებს სიცხე ყველას გვაწუხებს ცოტა სიცხე მაწუხებს მაგრამ იმედია რომ დღეს კარგი ჰუმორით შევგრილდებით ეს ძალიან კარგი მეც იმედია ბეკა განწყობა არა ჩვეულებრივი ფულის გაცემის თუ მოჟმოტვის გაცემისთვის ვარ მზად ვაი შემოგევლე დაიკავე თქვენი ადგილები მე ჩემ ადგილზე არა ნუ თქვენ კეთილი ყავთ მონაწილეებს ეხება და დღეს გაცემის დღე გვაქვს ეგამესი აღნიშნა ეს არის გაცემის დღე ნახოთ ვინ დაიმსახურებს გაცემას ვინ არა შევუდგეთ თამაშს მაშასე ჩვენი პირველი მონაწილე ზურა ბადალიშვილი აპლოდისმენტები გამარჯობა ბადალაშვილი ყოფილა და ეს თუჩები ნამდვილად თავის სინი აგვარა და ეს მაპატიეთ ბატონო ზურა აი ესე მემართება ხოლმე როგორ ბრძანდებით ჯერ გითხარ არა გუშოს რაღაცა განწყობაზე ნერვიულობთ სულ რა რატო დღეს გაცემის დღეა ესე ძალიან კარგი გაცემის დღე ასე მარინერვიულობთ აბა შეკითხები რა აქვს ჟიურის მოგესალმებით როლეგში სასიამოვნო ვარ გვესტუმრეთ თქვენ ანკეტას გადავხედეთ საქმიანობა წვრთნელი ბრძანდებით დიახ და ჭიდაობაო ვაი დედა ამას უნდა გაუცინოთ სუდათარი ეკასაკო ოჩეთმანი ჩემი მინიმუმ საყვარელ ცხოველში რა უწერია ო სერიოზულია პატარა ბავშვი და თქვენ უკაცრავად რაჯიშის ბავშვები გიყვართ სეტერი რატო ალბათ იმიტომ შედა 4-ზე რო დადიან თავიდან ხო იცი ბავშვები ორფეხზე გაი აი მაგის აღნიშვნა დამავიწყდა ო ყველაფერს ხوار ჩაწეთ ახლა მაგრამ მე მივხვდი კარგით რა ვიცი მე წარმატება მინდა გისურვო თუ კი ეკასაც არაფერი აქვს დასამატებელი მაშინ გიორგი იტყვის რომ დავიწყოთ თამაშიო ერთ ფარდას აღწე რა ბატონო კი ბატონო აბა თავრობის კანცელერიასთან საპროტესტო აქციაზე მიწევს ხოლმე ის რო ხშირად და ერთ-ერთი აქციის დროს შევიპარე რა თავრობის ხდომაზე გავერე მინისტრებში და შევერდი რა ჩართო 3-2-1 დავინახე თავისუფალი ადგილი და მოვკალათია მინისტრების გვერდით და ისე მომიხდა რომ პირდაპირ პრემიერი მიყურებდა ვინ ბრძანდებით თქვენ ვინა ყუფარაძე მხოდა გირეკათ მეთქი მე ფინანსთა სამინისტროდან გახლავართ მეთქი გაცდენები უნდა აღვრის ხომ მეთქი თავრობის წევრების მე მარცხენა ვიცე-პრემიერს გადახედა მარცხენ ვინც უზის ხომ რომ ვინ არის ყუფარაძე ხო ვერ მეტყვია არ ვიცი შეიძლება მეათ ნარჩენი არისო ნაცებისა ესეც შემოგზავნილი იქნება იმის გამო მოვკარი ყური და უთხარი რომ ბოდიში მეთქი გამშიფრეთ მეთქი მე თუ შემოგზავნილი ვარ თაცმინდა აქვე არის მეთქი ავალ და ფუნიკულერიდან დავგორდები მეთქი მერე რაზე გაგეთ ცინათ რა გაგეღიმათ ცინათ საინტერესო სალგელი დაადო თავის ადამიანს ფუნიკულერიდან დავგორდები კარგი იყო ფაქტია რომ გაგეცინათ შეძლებს დაგვარად გაგეღიმცინათ აი ესე დავარქმევ ახალ ქართულ სიტყვას მოვიფიქრებ და თქვენ ფაქტია რომ 50 ლარი მოიგეთ და აპლოდისმენტები მაგრამ რჩევა მინდა მოგცეთ 40 წამი იყო გასული ერთი და ისტორია რომ დაამთავრეთ გაჩერდით აღარ გაჩერდეთ იმიტომ რომ შეიძლება ესე აღარ გაეცინოთ ხო მართალი ვარ მართალი ეგზომ ვაგზელებთ თამაშს კი ვაგზელებ 3 2 და 1 იქვე თავდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მინისტრი გამოესარჩლა პრემიერზე ყავს ეგეთი ჯანმრთელობის მინისტრი მოგესალმებით
კამერები გამორთეთ. არ იცოდით რომ ჩართული იყო? არა, მაგრამ ამას რა აცინებთ, კაცო? ჯანმრთელობის მინისტრი. რა გიდა კაცო? ჯანმრთელობის მინისტრი. არის ჯანმრთელობის მინისტრიც არის. შეიძლება ვერ მოგაბრუნოთ აქ. აპენდიციტის მინისტრიც 1000 ყველა მინისტრს თუ ასე იციან, ამან მინისტრები ყავს ოხა ძალიან სხვადასხვა რა ვიცი გაციება რავი 1000 რა ფაქტია რომ 100 ლარი თქვენია აპლოდისმენტები არგია შევიკავოთ ახლა მეგობრებო ცოტა ღიმილი ჩემს კი რატო იყურები ერთი გამაგები მეც მაგას უყურებდი შენ რატო გიყურე გონიერ შენ გიყურებ არამც და არამც ორივე ყავხართ ფოკუსში არა ორივეს გეხებათ ჩემი აქედან სიტყვები ვაგზელებთ ბატონო ზურა დიახ შვენი რათაც ვაგზელებთ 3 2 და 1 ჯანდაცვის მინისტრმა რაღაც შემოტყო და შენ ხო არ აქ ცხელავდო ზაფხულია და ცხელა მეთქი ყველა ცხელა მეთქი რა არა სხვა გაგებით გითხარი ისე როგორ ახარო და ფინთად ვერავარ მეთქი რაღაცა რატო კაცო ახალგაზრდა კაცი ჩანხარო ვერ მიმიხო და ეშმაკობას ახალგაზრდა კაცი ჩანხარო რა გიჭირსო აი რო ვჯდები ფეხები მეკეცება მეთქი ზღამღამობით როგორ ყძინავსო და თავის საწადელს რო ვერ მიახსენე საწადელი პასუხი მიიღო ძილი ხوار გაკლიაო და არა მშვენივრად ძინავს მე დილი 12-ის ნახევარზე დგებით 13-ის ნახევარზე გავდივარ მე ჩაეცინა დრედებში ეკას. აბშილავა გაგსტომ გარე. გაგვეცინა ხო? კარგია. გაგვეცინა, კი. კი. ისევ შენ გიყურ. რა ვქნა, სულ შენ გიყურ, მიმეჩვია ეს თვალები შენს ყურებასე რა გამაკეთე. კაი, ცოტა ხო უნდა ვიცინოთ. კარგია, გავიცინოთ, ზაფხულია. თუ ფულის გაცემა გინდათ, უნდა გაიცინოთ. ამას სობაში თქვენ 200 ლარი მოიგეთ, აპლოდისმენტები. არ არის ბატარა ამბავი. 200 ლარი ცივლი მონაწიყიდი 111 წელს. ალბათ პასი არ ვიცი რამდენი. ვაგზელებთ თუ ვაგზელებთ 400 ლარი წინ და ვაგზელებთ ამას. აბა 3 2 1 ეხლა სწორი გარკვეულა სოსო ჯაჭულიანს რა უნდა და იმ თავრობის ხდომაზე. ბიჭო, ეხლა მე შენ ამათ ვერ გავუგევ და მე ჟარგონულ ენაზე აგიხსნიო. შენ ამ პიპკიდან ცოტა სხვა რაპარებო. ხოდა. როგორ მიხდი მეთქი თვალში რენტგენები ხო არ გიყენია მეთქი, რენტგენი ხო არ გიყენია თვალში. პროსტატის ადენომა მჭირს მეთქი, მართ ხანდახან მეპარება მეთქი რა. ხოდა ახლა ყიფიანია იკაჩრა. აი ფოფარი აიშალა, კისერი წამოსია. შენ არ გაინტერესებსო 100 კილომეტრსაო რამდენ წამში აკაჩაო. ესე იგი რომ დაგიფრინოთ აქედან რამდენ წამში გაკაჩაო. თქვენ ერთის დაიფრინეთ მეთქი 100 კილომეტრი 10 წამში გააკაჩინეთ მეთქი და ეხლა ეხვეწები ჩამოდი 12 კითხვაზე პასუხი გასაცემი. საწყალი მეთქი ისე გამწარებული გარბოდა. ძლივას მოვატრიალე მეთქი შესვენებაზე. დიდგორი თებისკენ გარბოდა მეთქი და ეს სხვა რო შეხედრო და ამ ადამიანს ალბათ სხვა პარლამენტარი და სხვა დიალოგი გამართულიყო ალბათ გაგიცინებოდათ სამწუხარო დროც ამასობაში ამოიწურა რჩევადარიგებას მოისმენდა ადამიანი თქვენგან რჩევადარიგება უბრალოდ მე მესმის რომ ერთი წუთი ძალიან ცოტაა და მე ვთვლი რომ წინა წუთების განმავლობაში უფრო მეტი რაღაც იყო სასაცილო ვიდრე მე 4 წუთის განმავლობაში და მე ვისურვებდი რომ ცოტა უფრო ტემპში ყოფილიყო ალბათ ბევრი რამის თქმას მოასწრებდა. კი, მოასწრებდა ადამიანი. ეკა რამის ხომ არ დაამატებ? არა, უბრალოდ თანხა რომ მაღლა იწევს ხოლმე მაქსიმალურად ვცდილობ რომ. სახე ესე კონდეს. გასაგებია, ნუ ეგეც ახლა წესებია ესე. ნიკა ისე მიბღვერს ხოლმე. რა უნდა ნიკასთან? მაგინდა მეცნიერება ნიკა არაფერშუაშია, უბრალოდ არ გაგეცინა. ხდება. არ გამეცინა. ბატონო ზურა, დიდი მადლობა რომ მოგზანდით. არა უშავს. შეგიძლიათ მომავალში კიდე გვესწროთ. კამერების კომპლექსი მოვიწევთ. კარგია, აპლოდისმენტებით გავაციოთ. მოვედი, ვნახე, ვერ გავიმარჯვე. შემდეგში მოვალ ალბათ ნახავ და გავიმარჯვე. უაღრესად საინტერესო და საყვარელი გადაცემა. დავიცი. ვერაფერიც ვერ წაიღო პირველმა მონაწილე, მაგრამ ეგ არ ნიშნავს არაფერს. ვნახოთ მეორე რას. არაფერს არ ნიშნავს. შემდეგი მონაწილე ჩიტო ქიმერიძე, აპლოდისმენტები. გამარჯობა ჩიტო. გამარჯობათ. მოგესალმებით. მოგესალმებით. დასიამოვნო რომ გვესტუმრეთ.
თქვენ ანკეტას გადავხედეთ 23 წლის ბრძანდებით. საქმიანობა დამასაქმეთ და გაგაცინებთო. ჰობი გაქვს ძალიან კარგი, მე რომ მიყვარს თევზაობა. და საყვარელი ცხოველი გაქვს ძალიან საინტერესო. დათვი. როდი შეგიყვარდა დათვი? სადმოაც არის შეყვარება. დათვი. ბავშვობაში ერთი რაღაც მოხდა, დღეში ვიყავი და იქ შემოხდა რა, ძალიან შემეშინა, ნაიბის ვერ შევიყვარდა. შიში შეიქს სიყვარულს. ჩემში ესე. სულ ასე დადენ ხელგადახული. მის მე ისე მეტაფლი არ მომკლებია სახში. სულ მიგზავნის. კარგით, მე მინდა წარმატებები გისურვოთ, შეგვიძლია დავიწყოთ. დიმადლობა, ერთ შესავალს გავაკეთებ. კი ბატონო, შესავალში. ჩვენთან ჩემს მეზობელ სოფელში მოხდა ჩხუბი რა. შევეცარი ჩემს შესწრებულ ამბებს მოგიყვებით რა. მოხდა ჩხუბი. მეორე დღეს რა, რომ გასასაქმის გასაკობად რომ მივიდნენ, ვერაფერი ვერ გაარკვიეს რა. ამიტომ ჩამოიყვანეს ერთი ადამიანი, რომელსაც საქმე უნდა გაერჩია, მაღალი, ზდაროვი, წვერებიანი, რაღაც სიმპათიური კაცი რა. დაიწყია. იმანაც ვერაფერი ვერ გაარკვია რა მოხდა ახლა ამ ჩხუბში და ამ დროს შემოდის 80 წლის მეიცა პაპა ჯოხტეს. და მე აგესნიშვილო რაც მოხდაო რა. ეს ორი დღეა ვისაც ჩხუბი მოვიდა. ამ ჩემალა, იმ ჩემალას, შეჩემალა უთხრაო. შეხედა. ვეღარ გაიგე შეჩემალაო. გაიცინა ნიკოლოს. ეგ არის ეგ არა. ნიკამელია. იმდენი იძახა, ნაღდი თბილისელი მე ვარო. ცხენი და ვახტანგ გორგასალმა ცხენი დაუთმო. ჩამოვიდა ცხენიდან და ოღონდ ხმალს ვერ მოგცემ. წინაპრების დატოვებულიაო. ჩემთან სამსახურში ერთი ბრიგადირი მყავდა რა. და აი ძალიან გადარჩი, მაგრამ გადარჩი. კარგი იყო. ნიკოლოს ძალიან სასაცილოდ ესრულებოდა სახე. არა, ის პირველი ისტორია ვიცოდი რა. ჩხუბის ამბი. საიდან ისეთი ისტორია? ეგ ნამდვილი ისტორია, ოღონდ ნამდვილად მოხდა. რა ვიცი, ყველა თავისუფლად გამრავლებს და სად მოხდა, ვერ გავიგე, მაგრამ ოჩოპოს ვიცოდი. ძალიან ნერვიულობ, ამიტომ შევწყვეტ თამაში. ერთი წუთი რა, ერთი. ამიტომ დაწნარდი 50 ლარი გაქვს, აპლოდისმენტები. ოჯახური გარემოა ვერთობით აი ესე. აი ხა დაწნარდი, კარგად მიდიხარ, უბრალოდ ცოტა მობილიზება გჭირდება. მე არ გეუბნები რომ აუცილებლად უნდა გააგრძელო თამაში. შენი გადასაწყვეტია. ჩახედე ხუმრობებს. ხუმრობები კი მაქვს, მაგრამ იქნება ასლარზეც გაგეცე. არა, ნერვიულობ, მოდი შევწყვეტ რა. შეწყვეტ? კი, აუცილებლად. ამ ადამიანის გადასაწყვეტია. აპლოდისმენტები. სამაგიეროდ მე რომ ეს კომპლექსი აღარ გექნება. აი მოსეკი და გამოვიდეს ერთი წელი ისინაო. აი ეს. ცოტა დამასწრებელი იყიდეთ და გელოდებით კი. შეიძლება კარგად ზანდებოდი. აპლოდისმენტები ავსვით. მადლობა. კაი გადაცემა მართლა გააცინე და მოიგე ძალიან მომწონს. მოვედი. აი ერთი ხუმრობა ვიხუმრე და ცოტა ნერვიული პირველად ვიდექი სცენაზე და ავიღე 50 ლარა წამოვედი. უსურებ ყველას რომ მოვიდენ და ცადონ მაი თავის ბედი და აიღონ ფული. გააცინე და მოიგო. არა, ვეთანხმები ამ ადამიანს. თითქოს დაადვილია ნიკოლოს. დაგვაქცია. აიღო საითი მთლიან. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. ვიქტორ კობალაძე. აპლოდისმენტები. სალამი ბატონო ვიქტორ, სალამი. ამერგებოდ მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. გაიხარეთ. პატარა პეცინი კაცი ვარ და აგერი მოვედი ყალბე კოჭაზე ვცხოვრობ. თქვენ გაიხარეთ. ახლა მოგახსენებით ჩემო ბანონებო. მე ორი ცოლი მყავდა 70 წლებში. ბოლო საწავიო სპორი, რომ როგორ მორიგდნენ ორი ცოლი. ერთად ყავდათ ორი. ერთად ყავდა სახში მაგას. ცალსაკე მომო ერთი 1000 წელი. ცალსაკე რა, ის ხო არა. ხო. ახლა წავიდა საქმე რომ უნდა მაბანა უკაცო ხოლმე დაბაზე ბოდი. კეჟი ყარეს. წეზე ისა ქართველი ზეგოს გაიქეჭა რუსისა. ამბავს ხო. ეხა ხო დრო ხო არ ჩავრთოთან? დრო ხო არ ჩავრთოთან? უჩემ როგორ? ჩავრთო. მაგალითად. ბატონო ვიქტორ. ერთი წუთით რა მინდა რო გითხრათ? აბდუშაჰილის არ იყოს მის სალმება არ მქონდა დამთავრებულია. რო დაგვემდგვრით პირდაპირ ისტორიით. რაღაცა ჩვენს გაგესაუბრებოდით.
ჯერ მივესალმოთ ერთმანეთს ხო შეიძლება? ხო თქვი მოგემეია ვიცი რა. გონია ვეღარ ვიცი თუ რა. აი ბატონო თუ არ გინდათ გაგიმარჯოთ რო გითხრათ არა თქვი კაცო. როგორ არ თქვით? მე გაგიგე. ვიცი. თქვენ რო თქვით მეც ხო უნდა გითხრათ. კი გამარჯო გინათ. გაიცინე რა გაიცინე. რა შეიძლება მომეწონო გაიცინოს აბა. მოგეთ ერთი სული გვაქვს როდის დავიწყებ თამაშს. დავიწყოთ თავი გაცი აღარ სამი 2 და 1 ჩემ თავა გადახება გეტყვით. ჩემ მეუღლე მაგა ჩამოეყვანა თავისი დედა. უნდა წაეყვანა ტროლეიბუსი ეკიპტანა, ამ დროს ტროლეიბუსი იბგზავრეს. ჩამოვიდა ტროლეიბუსი და კუძღლებისა წინ გადაუხსნენ ორივენი და ჩემს სიდრესა დაარტყა მანქანა და მე ბარდიული გატეხეს. ო. გაიჩინე რა არის? გაიჩინე. ბარდიული გატეხეს, სიდედრი არა. არა გაიჩინე. სიდედრი არა, ბარდიული გატეხეს. თორდა გვერდში ეწკინა. არის, ამასობაში ეკას გაეცინა. კი. და ბოდიში წეგარო დაიწყებ, ის ისტორია დამთავრდა, ორი ცოლი რო ყავდათ და ის წარმართქმეინედა. გაიჩინე. ვიცინო რა, ჩვენი რა მიდის არა? ვიცინო და კაგერაცვალე. ეკას გაეცინა 50 ლარი თქვენია. აპლოდისმენტები. ორი ცოლი ყავდა ერთი. აგეცი. ვაგზელებთ ამას. ხო, ჩარტი. სამი ახარა ვაგაცი, ჩარტი. ახლა. 70 წლებში მე ყავდა ორი ცოლი. ორი ცოლი. ხო და ერთი რუსი, ერთი ქართველი. ერთი რუსი, ერთი ქართველი. ეხლა მაბარებე ვანაში და ფიქრობენ რა გავაკეთე და კეჯი ყარეს. კეჯი ყარეს. ზეიცა შეხვდა ქართველსა, წერქვეიცა შეხვდა რუსსა. გაიჩინეთ ეხლა კაცი. ხო და ამასობაში მე ახლა 4 ოთახი მქონდა მაშინა. ერთი ოთახი იმას მივესწრე, მეორე ოთახი იმას მივესწრე. ხო. ხანდიღანა რომელიმე ბარაზე შევდიოდი. ნიკოლოზ არაბიძეს გაეცინა. ძალიან მაგრა გაყო. 4 ოთახი მქონდა ახლა, ერთი ოთახი მას მივეცი, მეორე იმას მივეცი. ნიკოლოზ გაეცინა 100 ლარი თქვენია. აპლოდისმენტები. არა რა, რიცი? ესეთი ადამიანი ხა იშვიათობა არის, ორი ცოლი ყავდა, ერთად ყავდა კაცო სახში. ერთად ყოლება, თათაკო ხოლმე ყოლებოდა. რა ვაგეკადრა, ბატონო, ვიგაკადრათ მაგ. ეს გაგერაცვალე. ასლავარ. ეხა საშუალება 3-4 ხურა ყავდეს. მამე, დავა, არ მიჯდა. შევწყვიტავ თამაში. გულიდან მეყავლა. აგერა. კი ბატონო, გაიღო სეიფი და გამოვიდეთ 100 ლარი. აპლოდისმენტები. ოი, 70 წელი რა დაგვიდა ახლა. მოგება ბევრი მიწევდა, მაგრამ რაც მომწეს, მე ყმაყოფილი ვარ. ამის შემდეგაც რომ მე მიხდება კიდე მოვალ. მე ყმაყოფილი ვარ ყველანაირად. გავაგზავნოთ? გავაგზავნოთ. რა იცი წინა გველოდება. შემდეგი მონაწილე თორნიკე ყურელი, აპლოდისმენტები. სალამი თორნიკე, სალამი. გამარჯობა, თორნიკე მოგესალმებით, თორნიკე ძალება 14 წლის. რა ვიცი? დავიწყოთ შემიძლია მე მგონი. დავიწყოთ. ეკა თუ არ დაამატებს არაფერს? იყოს. ეკა თუ არ დაამატებს. 10 ხინკა. წესები ვიცი. დამასწრო. წესები ვიცი. მაშინ მოემზადე წარმატებები. 3 2 ორი დები თამაშობდნენ ბატარეობაში და ერთმა და მისი დაიწერა მეორე ეხა საშვილიშვილებებში. ეს ხალი მოთამაშეების სხვადასხვა ქვეყნებში. ინგლისში ესპანეთში საქართველოში იმპროვიზაციული წითელგვინა, ნუ წითელგვი რაღაც კენკრასკებს და გელი მოვგინა და გელო შენ ცოცხალი ხარ? რა მომკლავდა. მგელმა გადაყლაპა წითელგვიდაც და ბებოც და უცბად შემოვადი საი. რა დახვარი? არა, ნიკოლოზ გაიგიმა ესეთი. მე არ მესმის აქ არაფერი. წითელქუდა გავიგე და ის გელი რო. რა ჩქარა ლაპარაკობს? გორელი ხარ შენ თუ გურული? პირველი ორი ხუმრობა ვერ გავიგე, მაგრამ რა მომკლავდა გავიგე სამაგე. რა მომკლავდა მეც გევი. ცოტა ნელა, ცოტა ნელა, 50 ლარი შენი აპლოდისმენტები. კარგია. ვაგზელებთ. კი.
აი შენ. მგელმა გადაყლაპა ციტელ გუდაც და ბებიაც და უცბად საიდანში მოვარდნენ ტყის მჭრელები და რომ მისცეს დანა მუცელში იქ საკის რო გაუკეთეს და ბებო და ციტელ გუდაც გადარჩა. სუხო და ფეხძიმე ხალი მარკეტში. აი, what ჩემი დედა პიცავა რა მოხდა? ჩემი დედა პიცავა, ქალ ბატონო, რა მხარა გვარჯილაზე იჯექი თუ რა არის ჩემი დედა? თეონა კონცერტზე ერთ-ერთ კონცერტზე. პო ბამ ბამ პო და უცბად ნინო კათამაში შემოვარდება და გორში ეს სიტყვა მოვიდა რომ ვარიას დიშაკი და საწყალმა 3 დღე გავავა და მეოთხე დღეს ძის ხივებისგან განიქმირა. ტაქსი შობერს ჩაუჯდება შიშველი ქალა. ჰა, წავალეთ ახლა. ხოდა რას მეყურებ და არა, მანდ კი არ იყურებ, უბრალოდ მაინტერესებს ადგილზე რომ გიყვან ფულს საიდან ამოიღებო. არი ფიქრო თუ ამ ანეკდოტზე გამეცინა. იცოდი. იცოდი რა თქმა უნდა. მაგრამ ხო გაგეღიმა? კი. 100 ლარი შენია აპლოდისმენტები. მაგრამ 50 წამს მიუკაკუნეთ. ეს ისე ცნობისათვის. კაკკუკ. კაკკუკ. ვაგზელებთ თამაშს? ვაგზელებთ. მოემზადოთ? არ გუზოგავ. ზამთრის ყინვას ჩემალებმა ვეღარ გაუძო დილით რომ მივედი გაფიჩქოლი და ხდა დილ მე წარი დავიწერ და პამიატიკიც დაუდგით. კახელი შედის თბილისის ერთ-ერთ დისკო კლუბში და ერთი ვილის კოქტეილი მინდა რა, ბევრი ყინულითო. ჩემი მეზობელი გათხოვდა და ქმარს პირო ყავღამის უწევდა. მაცად მიყურებ შეგათახსირებულო, შუბში მიყურეო. დედის წინ მორბენალი კვიცი გაუფლიანდებაო. ჩემი მეზობელი სოლი ისეთი მახინჯია რო უყურებ სამჯერ ვაფრთხებ. ზვიგენ მათხარა თხარა. არ მესმის მე თორე თქვენ კი არა. გარაზე გაგიცი. ეს სხვაგან არის. არა, ის გავიგე, დედის წინ მორბენალი კვიცი გაუფლიანდებაო. მაცინებს. მე მართ ნახევარი არ მესმის, მაგრამ კიდე კაი რომ მე არ წყვეთ აქ არაფერს, იმიტომ რომ არ მესმის. ხო, აქ თავადეთ თქვენ ხო გესმით? დიახ. თქვენ გესმით. 200 ლარი შენია. აი ესე, აპლოდისმენტები. ენდეგრე. ეხლა შეკითხვა, ვაგზელებ თავს. ვაგზელებ. მაიმზადე. ეკა შენც მაიმზადე. ჩემუშცაი უყურეთ. აგრძელებ, ნამდვილად აგრძელებ? კი. ჩემი მეზობელი ისეთი მახინჯია, ქმარი პირველ ღამეს წარ გადაფერებულს კოცინდა. ზვიგენ მათხარა თხარა, სისმარი გამოთხარო, შენ გაცოლე. 86 წლის ქალმა ქმარი მზერით მოკლა. ძერს კი ძროხა. ჩემი ახლობელი ისეთი მახინჯია, რო უყურებ სამჯერ ვაფრთხებ. ვარც ისე დავსუნე, ეკალში მეჭო. ქართულს მასწავლებელი და მოსწავლე. ის მაინც ხარ ბიჭო, არია წყლის პირას რო ყურას ეკეთებდა. რა მასას ნაკე ალბათ ფეხებს იბანდაო. ლომი, რა არის კაცო ერთი ლომი ვარ ამ ზობაკში. იმ დღეს მომიყვანეს ლეოპა დედალმალომა ეჭვენა, რომ მომცადა ნამუსელში რა. სტაცებს გამოუძახე მე ნაკელები და მაგა წამლებით ვარ კაცი მოსული. კასპიის დუქნის სლოგანი. არავშთა მოთობორე. ბიჭიკაშვილო ხუჭუჭა ხან მეგრედე ხან სვაი მაგრამ გივის რომ მაჭარებ არა ყვა ქვეყნად ბადა შენ გენოზო თქვენ გივსხავ 20-ების თავის სახარი ბაწარი აი ეგარ ხო ერთი წუთიც კი გაკვირვებული არა მალე გავედიო მაგრამ გავიდა ერთი წუთი კარგად მიდიოდა ეს ადამიანი თქვენ როგორც გიყურებთ მე მართლა მაპატიებ არ მესმოდა რაღაცები მესმოდა რაში იყო პრობლემა მეგობრებო მე მგონი რაში იყო იცი იმდენად სწრაფად ლაპარაკობდი რომ სანამ იმ ხუმრობას გავიაზრებ და რაღაცებზე მეცნებოდა და სანამ იმაზე გავიცნებდი უკვე სხვა რაღაცას უსმენდი მართლა აქ ეტყვი რა უკიდურესობა იყო ადამიანმა იცოდა რომ ერთ წუთში უნდა ჩაედიოს და მეტად სწრაფად მიაყარა ყველაფერი რა ვიცი მე წარმატებები მინდა გისურვებო გელოდებით კიდევ უფრო მომზადებულს ასევე დიდი მადლობა მომზადებისათვის ჩემი აზრით რავი კარგავ ითამაშე და შემდეგში საუცილებლად ვხვდი მოსვლას და მინდა რუსთავიორს უსურო წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამ გადაცემის შემქმნელებს და უფრო ბევრი და ბევრი ასეთი გადაცემები რუსთავიორში და კომედი კლუბს. ახლა გინახოთ ვინ არის შემდეგი მონაწილე. ჯანო გაბრიჭიძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო ანკეტა გაქვთ, გადავხედე.
და განსაკუთრებით მომეწონა ეს გრაფა საქმიანობა. დროებით უმუშავარი 1984 წლიდან. და ჰობი აქვს ძალიან კარგი და საინტერესო დაუახლოებელი ქალის დაახლოება. საინტერესო ჰობია ძალიან. ნო, კერძის შესანიშნავი აქვს დაუახლებელი ქალის გაკეთებული. არიცი. დაუახლოებელი. რა გინდა? რა ვიცი, მე წარმატება მინდა გისურვოთ, ძალიან საინტერესო ანკეტა, იმედია ხუმრობებით საინტერესო იქნება და წარმატებულად დავამთავრებთ. ნახოთ, ბატონო ჯანი, წესები ვიცით. კი. შეგვიძლია დავიწყოთ. შეიძლება დავიწყოთ. ასე საქმე წინ ვერ წავა. ჩხუბი, დავით, ჯინაობით 50000 ზაღარკმარა გერაოში. ამოცანა გვეკითხება, რა თქმა უნდა, იუმორში. რამდენ დეპუტატს დავიჭერთ? 800 მილიონი. ავამთავრებ არა გამის. ისე 50 ვარი თქვენია? არა, ისე დავამთავრებ არა. 50 ვარი თქვენია? ხო, დავამთავრებ. ისე დავამთავრებ? ხო, ისე დავამთავრებ. კი ბატონო. ეს ცხოვრება კიდე არის, ზოგი ადის, ზოგი ჩადის. გამახსენდა ეს ლექსი და ტუჩს ღიმილი მოერია. ნეტა ღამე რა ფრაძინავს ჩიტორას და ბოგერიას. ავთავ. ეს. გადავდივართ შემდეგ წუთზე. ასე 100 ვარი, 50 ვარი გვაქვს. ვაგზელებთ თამაშს? კი, ცოტა ისული. წინა სიტყვაობა, ხო? ნიკოლოს წინა სიტყვაობა. ახლა ამოჩდა ასპარეზზე ივანიშვილი და ყველას გუხდა საფიქრალი გასო. ზოგი ფიქრობს, კაია, ზოგი ფიქრობს. ერა თლად კარგი, ასე და მე გადავწყვიტე რომ ამომეხსნერთ ეს კაცი. ვინ არის, რა უნდა, ხო და ვიფიქრე, ბევრი, მაგრამ რამდენი ვიფიქრე ივანიშვილზე, იმდენი გამახსენდა მაიაკოვსკი. ვეთქვი, რა საერთო აქვს, თამგე საერთო და მე გამახსენდა პასპორტი, ლექსი. ერთს მიცეს და მეორეს წაართვეს. ეს არის ალბათ საერთო და ყავლექსოთ აბახლეს ამბავი. ჩავრთოთ. თუ ვლადიმირა მაიაკოვსკი პასპორტით ხელში დარბოდა ვნახეთ, ამოვიღებ და აღივსეთ შურით საბჭოთა ქვეყნის ვარ მოქალაქე. ივანიშვილის იურისტებო საკითხი რავა ვერ მოაგვარეთ. რა იქნებოდა ამ კაცს ასე თქვა, საქართველოსი ვარ მოქალაქე. გავაგზავნოთ. ჩაიხედეთ, ნახევარი წუთია ჯერ კიდევ. ცოტა სწრაფად. აჰა. კაცოს ვარ მოქალაქე. ფელიჯო. ეთო მკითხავ. ამასობაში გადავრჩით. აჰა. ეკას გაუგებრობაზე გაუგემილი რომ დაგთამაშებდა ცხვირპილზე ეს. გადავრჩით, იმიტომ რომ აი ამ გაუგებრობაზე გადავრჩით. ტაშზე, რომელიც ერთკაციანი ტაში იყო. ზოგია მე მომდევნე. ძალიან საყვარელი ტაში იყო. თქვენ 100 ვარი მოიგეთ, აპლოდისმენტები. ეხლა ყველა მე ზოგია მე ვიცნობია. ჩახედეთ? კი, გამახსენდა. ანუ ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა. წინა სიტყვაობა? კი, წინა სიტყვაობა უნდა, იმიტომ რომ ახლა პრეზიდენტად ევირჩეს მარგველაშვილი და რა თქმა უნდა ახლა ქვეყანაში სრამია საფიქრალი პრეზიდენტი ფიქრობს, წართმეული ტერიტორია, აგეთ ჯარის ამბავი, ყველაფერი მაგას აქვს საფიქრალი, მე რა მაქვს საფიქრალი, ხო და როდა უგვირდი, ხო, ეს კაცი ბევრს ფიქრობს, მაგრამ ეტვი შემეპარა იმაზე არ ფიქრობს, რაზეც უნდა იფიქროს. და ბოლოს ეს ლექსის გავლექსი ასე იმის ამბავი მეც. ჩავრთოთ. ივანიშვილზე ბევრს ფიქრობ, მაგრამ აგისას კაცი რამეს გეივებს. ალამი რაზე მაჩუქანე და ხელს არაფერზე არ მოძერიებს. მე უფლებები წამართვეს, მაგრამ ადილობელი ვარ ძალიან მაინც. ეს პრემიები კონსტიტუციით, ეს პრემიები არ ამიგრძალის. მე წევი და საკ. ეს კონსტიტუცია აი არა. მე ერთ პრემიას მაინც ევიღებ, სანამდე პირში მე მიდგა სული, სანამ მთლიანად არ გააუქმეს ეს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ვაი, თვალი ვარ გონი. სანამ სულ არ გააუქმეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ასე იყო. გავაგზავნოთ.
7 წამია დარჩენილი. არის მე ივანიშვილმა იფიქრა ახლა და ამას პასუხი უნდა გავცევ იფიქრა ამას ყველაფერს და დაფიქრდა სანამ ბიძინამ ბატონმა მიპასუხა ამას უმაში ერთი წურით ამოიწურა. ძალიან ციტმინე, მაგრამ იცი რა, სამწუხაროა რომ ერთი წუთი ამოიწურა, მაგრამ ალბათ თქვენ თვითონ ხვდებით რომ რაღაცეებში ძალიან დრო უაზროდ დავკარგეთ. დიდი მადლობა რომ მომძანით. აპლოდისმენტებით გავაცნობ. დაბეჭდები რა კარგია რა თქმა უნდა. ყველანაირი შესაძლებლობაა მიჭი გამოვაჩინო, თუ რამე შეგიძლია, მაგრამ ალბათ როგორც შეიძლება ასაკი მე პირველი მონაწილეობა ცოტა ხელავდი და კარგულ მომენტებში რაღაცები ამავიწყდა. ეს ძალიან კარგია რომ ასე თამაში არსებობს. გახოთ შემდეგი მონაწილე რას იზამს, რამდენს წაიღებს და ასე შემდეგ. შემდეგი მონაწილე ლორდ კიპანიძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა ხატია. გამარჯობა? გამარჯობა. როგორ განწყობაზე ხარ? ძალიან კარგი. ძალიან კარგი. არა. ძალიან კარგი. კეთილი ლორდ კიპანიძე, როგორი აბა ჰობი აქვს ძალიან კარგი. პოეზია უყვარს, პოეტობა უყვარს, ცეკვა, სწავლა, იუმორი. 12 წლის ასაკში. საყვარელი ცხოველი, კურდღლის ბაჭები და ძაღლის ლეკვები. კარგი, ძალიან კარგია და სასიამოვნოა რომ 12 წლის ასაკში გადაწყვიტა ჩვენთან მოსულიყავი. თავისუფლად შეგიძლია იგრძნო თავი და გისმენთ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ნახოთ, ეკა ხომ არ დაამატებდა. წესები ხომ ვიცით? დიახ. წარმატებებს გისურვებ. 3, 2 და იქვე 1. ლალე, თქვენ კი გენაცვალეთ, იუმორით სტუმრობა ხომ. რა გახსნა? ყველანაირ დასაწყისს ველოდებოდი, ასეც არა. ლალე, ამას არ ველოდებოდი. კარგია, ყველას ერთად გაგვეცინა. 50 ლარი შენია, აპლოდისმენტები. ლალე. გძელდება ალბათ, დივლი და ლალე არ გითქვამს და იმიტომ. ვაგძელებთ. დიახ. 3, 2, 1. ლალე, თქვენ კი გენაცვალეთ, ივანიშვილი დაგიჭერთ კუც გაგაძრობთ ხვალე, უგულავას ფეხში მიუჭდებით მალე. ლალე, მერე გენაცვალეთ, ბუზები და ფულები ერთად თვალეთ. იკისხედი თუ სჯობია რაღა გინდათ გარეთ, მადა ერთნაირი გაქვთ და ბლომაცვით და ჭამეთ. ლალე. მონოდეგრია. ლალე, ყველანი დაიხოცები დივლი და ლალე. ყველა მოკვდები დივლი და ლალე. ვალე მაგალა გაგსპიტავ დილი და ლალე. ეს არის ხალხი მიმდინარეობა იუმორში. ეს გადაკოცა ლალე, ხვალ ივანიშვილი დაგიჭერთ თქვენ კი გენაცვალა. ვა. რა გიხარდა? აი, ეს რაღა ახალია რაღაც. ის რომ ციხეში რო გაგიხარდა. ვარ დაგვიჭერებდა და ვა. კარგი. 100 ლარი შენია, დამავიწყდა აპლოდისმენტები. კარგია. ვაგძელებ. დიახ. შეხედავ რა საყვარელი და კეთილი ბავშვია და რა თავში რა ტრიალებს უყურე. 3, 2, 1. ლალე, თქვენ კი გენაცვალეთ. თუ არ გაიკრიჭებით რომ გავიდე მალე, ჩემი დედას ფიცავა არ გავატრაკებ ხვალე. თუ ფინალში არ მიმიღებთ მოგიხდებათ სემა და დამთავრდება თქვენი გადაცემა. გაიხადეთ კოსტუმები, ბევრი უნდა გაცინოთ. ფული გადმოგვილაგოთ, სავსეჯებით გვაცილოთ. ვარდოსანი სიაში იუმორისტი ბევრია. რად დაგიკარგავთ ფერია, მათი გაძღომა ძნელია? ვაი თუ ყავთ მელია, ხარბიკუ და გრძელია. ვაი თუ ყავთ ნარმანია, ყოყოჩინა მამალია. ვაი თუ ყავთ ბიძინა, თავი გამოიჩინა. ფულის ნაცვლად დაჭამეთ რუსი ბატის ვიჩინა. დაისჯებით ბიჭებო, გულში თუ ჩაიცინა. ახლა არ მოსწონთ. სუმი და ესე გამოვიდე უკარო. ყველას ერთად გვეცინება. კარგია. 200 ლარი შენია, აპლოდისმენტები. იცი რა მაინტერესებს? ჩემო საყვარელო, შენ დაწერე ეს? მე წერ ლექსებს 3 წელია და ეს ლექსებიც ჩემი დაწერილია და ჩემი საკუთარი. მაგრამ იდეები გამწარებული ბაბუასია, აქედან აწვიდა. შენით მოიფიქრე ეს ყველაფერი. შენით წერამ ყველაფერს. აპლოდისმენტები. მე რა ცოტა მწარე იუმორია და
გაწირა ყველა, მაგრამ დაწერა ადამიანი. ლე. ვაგრძელებ თამაშს. დიახ. ჯერ დარჩა 60 რამდენიმე ადამიანი. 3 დავაგოცაყე, ეკა გთხოვ. 3 2 და იქვე 1. ახლა არ მაწყენინოთ, ბედი არ მაწყევლინოთ. აქ მოსული ვინ არის? წინა ღამით მძინარი. ჰოდა იყავ მღიმარი, მუდამ სახელმცინარი. თორე მუშტი სალერსი მოგიხდება თვალებში. ნიკუშ დაგავიწყდება გულაობა ქალებში. გაიცინე ჭირიმე, გასაგებად ყვირიმე, გადმოყარე ფულები, გაგვიხარე გულები. რა წუწკი ხარ გიორგი, შენად შეგვსა თვირზე? გაუფრთხილდით სეიფს, გაკერია პირზე. თუი რასუნია, სეიფში ფულია? მიტუა ნიკუშა გიწუხავს გულია. შენი გაცინება ძალიან თულია? ცუდია, ხელის ჭუჭყია. ნიკუშა ბუტია, ჟიურში კუნტია. უხდება სტუდია, გგონია ძუნწია. სეიფის მკეტავიც, ეს არის ნეტავი, მთავრობის ფულების ღიმილით მკნეტავი. გოგო უყურის ბიძ, გაგიხმეს ტყუპი კაკალი, დაგაწყებინოს კანკალი, რომ არ ხარ ჩემი მორჩილი, შენ არ გეღრისოს. რა გაგიხმესო? ჟანრები იცვლება, აი, რა გაგიხმესო? უსტიცად დაგმეც მომაყოლეს ამ ამბავში, მე ფულს არ გავწებ რა გავაკეთო თორე არ. ნიკოლოზ, გაგეღიმა შენ ამჯერად ერთად არა, მხოლოდ შენ, ჩვენ აკრევით. 400 ლარი შენია, აპლოდისმენტები. წინ 1000 ლარია. ევ, კარგად დაფიქრდი, იმიტომ რომ ბოლო წამები იყო. კარგად დაფიქრდი, კარგი თამაში იყო. გავაგრძელებ. ეგრევე დაფიქრებული იყო და ეგრევეც აგრძელებს. აბა, დარჩა მოსაკლავი ვიღაც. 3 სახეები, 2 1. გამოხვედით ციხიდან, კარგად დაჟღერებულ ხართ, ეხლა ვიღას დაკრულზე, ისევაც ეკვებულ ხართ. ბიუჯეტი შეჭამეთ, გირაოში ჩადევით, რითხა უნდა ირბინოთ, ხანქვევით და ხანზევით. დაჭყეტილი თვალები კარგად დაგიხურჭიათ, გაჭემულით რო ფსავდით, რად გიყრიათ კუნტია. ტოტლოპინა თავებზე ქუდით დაგიხურიათ, გაღიპული მუცლები კარგად დაგისულიათ, დააჭირეთ ტრაკები, ციხე ისევ გწყურიათ, უფულოდაც ცხოვრება იცით საამურია. დაგარიგებთ ჭკუაზე, ნუ იქნებით უარზე, თანხა გავყოთ შუაზე, აწი აღარ ირბინოთ სხვების განაკუარზე. სიცილი თუ ჩაიფსით, ვითომ წყალი დაისხით. ფიქრობ ვერ დამიწუნებთ იუმორის ხარისხით. მერე შედით ბუტკაში, ფულს ჩაგიდებთ კურტკაში. კარგად ანგარიშეთ, არ მოტყუდეთ ხურტაში. გაიხადეთ კოსტუმები, ბევრი უნდა გაცინოთ. ფული გადმოგვილაგოთ. ყურადღებით მომისნეთ, გაგაცნებთ ბევრსაო. მაყოფილები რომ დაჭრით, აქ მეცა და თქვენსაო. გაიკრიჭე ნიკუშ, გამისწორე ძმაყუჩ, გამოაღებ მაკუც, გადმომიყრი მაყუც. მოდი კაი მაზიანი, ლიმონათი გაზიანი, ზვიგენ თუ ხარ შანსიანი, დავაი 1000-იანი. თუ ვერ გათხრობს ენდური კარდი. კარგად თამაშობდი, ძალიან. მაგრამ გადავწყვიტეთ თამაში. მე ალბათ მივხვდი რაში იყო საქმე. იყო ის, რომ ისევ და ისევ პოლიტიკა და ისევ და ისევ რაღაცა. ჩემი აზრით, მე პირველ რიგში ძალიან კარგი გოგო ხარ, ნიჭიერი ხარ და მე კიდევ ვისურვებდი რომ მოსულიყავი ჩვენთან. უბრალოდ მე ვიტყვი რომ ამ 5 წუთის განმავლობაში პირველ წუთზე, მეორეზე, მესამეზე და ასე შემდეგ ეს თამაშის ალბათ პრინციპი მოგეხსენებათ კარგად რომ მე ცოტა ჭირს და ან პირველ წუთზე რომ რაღაცას შეიძლება გაიცინო ან გაიღიმო, იმას მე 5 წუთზე ისე ვერ გაიღიმებ იგივე დონის ხუმრობაზე რა. ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ზრდადი და რაღაც უნდა იყოს დალაგებული ისე რომ უნდა ვითარდებოდეს რაღაც და უფრო სასაცილო უნდა იყოს ბოლოსკენ ეს ყველაფერი. ჩემი აზრით უბრალოდ რაზეც გავგვეცინა დაუშვათ პირველ წუთზე მეორეზე, იგივე იყო მეხუთეზეც. ანუ ავყევით და მაგიტო ალბათ. პირველი იყო ჩემი აზრით უნდა იყოს ცოტა რომ დავიხოცეთ და არ ველოდით. დიახ. მეორე წუთი გავაანალიზეთ რომ დავიხოცეთ და გაგვეცინა მესამე მე წუთს პირადად ძალიან გული დამწყდა და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ. კი ბატონო. აპლოდისმენტებს იმსახურებ და მჯერა რომ წინ დაგვესტუმრე. დიდი მადლობა. მოგბრძანდით მუდამ ღიაა რუსთავი ორის კარები. გააცინეთ და მოიგეთ, გამოახილეთ თვალები. ფულით წასული ბევრი და უფულო ცოტა მინახავს. მეც ვარ პატარა პოეტი, ნიცინმე თუ დამინახავს. ძალიან კარგი ბავშვი. ძალიან, მაგრამ ჭირდება რაღაცეებზე. ამ დროს მართლა აი ვამბობ ალალად რომ ჩემთვის მაგალითად გულდა საწყვეტია რომ ამ ადამიანმა არ აიღო 400 ლარი და არ წავიდა ისე. არა ჩემები რო ხართ მითო გეუბნებით. შინაურები, სულ. დიახ, შინაურები. კიდე გვესტუმრება ეს ბავშვი გული მიგზნობს მე. მეგობარნო, ჩემნო, შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა.
ну, რა ვიცი, ყველა ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მინდა გადაუხადო, ვინც დღეს მობრძანდა, მადლობა ჩვენს მაყურებელს, მადლობა ტელემაყურებელს. ყველას ჩემი აზრით დღესაც როგორც ყოველთვის ვიყავით ობიექტურები. აბსოლუტურად ობიექტურები. თუმცა ბევრ რაღაცას დამწყდა გული, მაგალითად აი იმ ბავშვზე 12 წლის ბავშვზე სახელი ხატია. ძალიან დამწყდა რომ არ წაიღო თანხა და კიდევ მინდა გამოვყვე ერთი ადამიანი ბატონი ვალერი, ხო? რომელმაც ვიქტორი, ხო? 100 ლარი რომ წაიღო, ორი ცოლი ყავდა 70-იან წლებში და 100 ლარი წაიღო, იმიტომ რომ გული დაეღალა ცოტა და იყოს ეს 70-იანები. ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი რომ დღევანდელი საღამო მაინც ძალიან კარგი იყო. მე ყველას კიდევ ერთხელ მინდა უსურვო წარმატებები და კარგად წამდებოდეთ, გაიხარეთ. ეკარას დაამატეთ. ეკა დაამატებს ორი კაბაბი. ორი კაბაბი. მე დავამატებ იმას, რომ მადლობა თქვენ რომ იყავით ობიექტურები, მადლობა თქვენ რომ იყავით ესეთი კარგი მაყურებლები. დავამატებ იმას, რომ ერთი კვირით დაგემშვიდობებით, საპრიზო ფონდი 1000 ლარია. ძალიან მარტივია 5 წუთში მოიგო 1000 ლარი. უბრალოდ უნდა ეცადო. ერთ კვირაში აქ ეცადეთ. ნახვამდის.